ერაყის ქალაქ ხალისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 30 და დაშავდა 80 ადამიანი. ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალი ბაზრის მახლობლად კაფის შენობის გვერდით მდგარ ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული. ხალისი ბაღდადიდან 80 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, მის მოსახლეობას ძირითადად შიიტი მუსლიმები წარმოადგენენ. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტის სუნიტი მებრძოლების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც ისლამის ორი მიმდინარეობის წარმომადგენელთა შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ. ყველა ვინც იქ იმყოფებოდა მუშა იყო. ამ აფეთქების შემდეგ მე უმუშევარი ალბათ 1 წლის განმავლობაში დავრჩები. ვინ არჩენს ჩემს ოჯახს, ვინ აუნაზღაურებს იმ ადამიანს დანგრეული მაღაზიის ხარჯს. რა დავაშავეთ? მოგცეს მთავრობამ პასპორტები და ჩვენ ამ ქვეყანას დავტოვებთ. ჩვენ აქ ცხოვრება აღარ შეგვიძლია. ერაყში მაისის დასაწყისიდან ტერაქტების შედეგად უკვე 100 ადამიანი დაიღუპა. მარტში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა არასტაბილური რჩება.